როდესაც ნარკობიზნესზე ვსაუბრობთ, პირველი ვინც გვახსენდება ეს პაბლო ესკობარია. ვერც ფინანსებით, ვერც კონტინენტური გავლენით და ვერც სისასტიკით მას ვერავინ ვერ შეედრება. ის უდავოდ ნომერ პირველი ნარკობარონია. 1993 წელს, როცა კოლუმბიისა და ამერიკის სპეცსამსახურებმა 7 წლიანი ძებნის შემდეგ ის გაანადგურეს, თითქოს ისე ჩანდა, რომ ამით ამერიკაში ნარკოტიკების იმპორტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და მთავარ დრაკონს თავი მოაჭრეს. სინამდვილეში კი წლებთან ერთად გაჩნდნენ ახალი თაობის ნარკოტიკები და ახალი თაობის ნარკობარონები. ამერიკის ბაზარი მარიხუანასთან და კოკაინთან ერთად გადაივსო სინთეტიკური ნარკოტიკით, მეტამფეტამინით, ფენტანილით და ასე შემდეგ. შეიძლება ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მთავარი პერსონაჟი ხუაკინ გუსმან ლოერა, იგივე ელ ჩაპო, ფიგურალური მასშტაბით პაბლოს ვერ შეედრება, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელმაც ნარკობიზნესი გლობალურ კორპორაციად აქცია. მან შექმნა მოთხოვნა მიწოდების მუდმივი ჯაჭვი სხვა ქვეყნებს, მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. და რაც მთავარია, ელ ჩაპომ დაამცირა მექსიკის და ამერიკის სპეცსამსახურები. რამდენჯერმე მთელი მსოფლიოს წინაშე მან აჩვენა, რომ ამ ორ ქვეყანაზე წინ იყო. უფრო მეტ ადამიანს დააშინებდა და მოისყიდიდა, ვიდრე ამას შტატები ან მექსიკის მთავრობა შეძლებდა. წარმოიდგინეთ, მექსიკის პრეზიდენტიც კი ნაყიდი ყავდა. ჩაპო იყო ადამიანი, რომელსაც ათეულობით წლები დასძევდნენ და ვერ იჭერდნენ და როცა დაიჭერდნენ, მერე ციხიდან გარბოდა. რაღაც პერიოდი ის საერთოდ მითიურ პერსონაჟად გადაიქცა, იმიტომ რომ სახელმწიფო ფიზიკურად ვეღარაფერს უპირისპირებდა. დღეს მოგიყვებით ამ ადამიანზე, რომელმაც ამერიკა და მექსიკა გამოიწვია და სრულმასშტაბიანი ბრძოლა მისცა. Joaquin El Chapo Guzman. Joaquin El Chapo Guzman. El Chapo Joaquin Guzmani. რა გახსენდებათ პირველი მექსიკაზე? აცტეკები, მაიასტომები, ტეკილა, ფრიდაკალო, ტაკოები და ტაკოები. ბურიტო ან იქნებ საერთოდაც კრივის ერთ-ერთი სტილი. კი, იდეალურ სამყაროში პირველი ალბათ ეს უნდა გვახსენდებოდეს, მაგრამ აქ და ახლა ქვეყნის ხსენებისას პირველი წარმოდგენა ნარკოტიკი, უსაზღვროდ მდიდარი ნარკომოვაჭრეები ფერად პერანგებში არც თუ ის შესაშური ვარცხნილობით, ძვირფასეულობით გრავირებული იარაღები, სპორტული მანქანები და ბევრი მკვლელობები. რატომ ხო? არ აქვს მნიშვნელობა ამ ვიდეოს ახლა რამდენი წლის ადამიანი უყურებს. მის ცნობიერში, გამონაკლისის გარდა, თითქმის ყოველთვის მექსიკა ასოცირდება ნარკოტიკთან, კრიმინალთან და სისხლთან. რატომ ხდება ასე? როგორ შეიძლება ქვეყანამ თუნდაც ძალაუნებურად თავი ამ გზით დაიბრენდოს? ნახეთ, მექსიკის უმეტეს რეგიონში, გაჭირვებულ და გაუნათლებელ საზოგადოებაში, სადაც კრიმინალი ერთადერთი სოციალური ლიფტია, იწყება ასე და მთავრდება ასე. სინამდვილეში მექსიკა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა, ის სტაბილურად შედის ტოპ 15 ეკონომიკას შორის და ზოგადად ისედაც სწრაფად მზარდი და ძლიერი სახელმწიფოა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მთელი ეს სიმდიდრე რადიკალურად არის გადანაწილებული. ფინანსების ძირითადი კონცენტრაცია დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებშია, ხოლო რეგიონებში ბევრგან უკიდურესი გაჭირვებაა. 1930-70 წლებში ბევრ სოფელში საერთოდ გზაც არ იყო. განათლების დონე დაბალი კი არა, საერთოდ არ არსებობდა. ოჯახები და აქ ეს სიტყვა მნიშვნელოვანია. ორი არჩევნის წინაშე იდგნენ. ან უნდა მოიყვანონ სიმინდი და წლიდან წლამდე თავი ღმერთის იმედით გაიტანონ, ან უნდა მოიყვანონ კანაფი და ყაყაჩო და შედარებით უზრუნველყოფილად იცხოვრონ. თავიდან როგორ იყო იცით? რამდენიმე ოჯახმა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო ყაყაჩოს პლანტაციების გაშენება. ვინც არ იცით, ყაყაჩოსგან კეთდება ოპიატები. ეს ოჯახები თავიანთ საქმიანობას უყურებდნენ როგორც უბრალოდ აგრობიზნესს. ისინი თავს არ თვლიდნენ არც ნახევარმღმერთებად, არც სამყაროს გამგებლებად, დიდად არც პოლიტიკაში ერეოდნენ. ისინი იყვნენ უბრალოდ ფერმერები, რომლებსაც მოყავდათ ყაყაჩო, რომლისგანაც მერე აკეთებდნენ ნარკოტიკებს. ამას დაემთხვა ის, რომ მექსიკის მთავარი მეზობელი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტიპურ შეცდომას უშვებდა აკრძალვის შესახებ. დაახლოებით იმ პერიოდში შტატებმა აკრძალა ალკოჰოლი, მარიხუანა და ოპიატები. როცა რამე იკრძალება და მოთხოვნა რჩება, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. მექსიკას კი თავის გეოგრაფიის გამო ამერიკელების გარყვნილობის დაკმაყოფილების ისტორიული როლი ერგო. პირველი ნარკოსტარტაპერები, როგორც უკვე გითხარით, ქვეყნის პოლიტიკაში დიდად არ ერეოდნენ და სიმართლე რომ გითხრათ, ამის საჭიროება არც იყო. მექსიკას 70 წლის განმავლობაში მართავდა ერთადერთი პარტია პიერაი. ეს იყო მოშლილი, უსაზღვროდ კორუმპირებული სისტემა, რომლის ერთადერთი დანიშნულება იყო ძალაუფლების ნებისმიერი სახით შენარჩუნება. ქვეყნის მართვა მათთვის, დაახლოებით იცით როგორ რაღაც იყო, რომ ნახევარ განაკვეთზე რაღაცას რომ აკეთებ. მასეთ დონეზე იყვნენ. პიერაიმ ფილოსოფიური დასკვნა გამოიტანა, რომ ჩვენ ქვეყანაში ნარკომოვაჭრეები ყოველთვის იქნებიან. ყველას ფიზიკურად ვერ დავხოცავთ, ამიტომ მოდით მათთან ვითანამშრომლოთ და შიგადაშიგ
რამდენიმე დავიჭიროთ. ჰიპის მოძრაობამ კი მარიხუანას ბიზნესში მექსიკელებისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა. არასდროს ასეთი მაღალი მოთხოვნა კანაბზე არ ყოფილა. 70-იანების ბოლოს უკვე მექსიკიდან შტატებში კოკაინით შედიოდა და ამან საფუძველი დაუდო სუპერ მდიდარი კრიმინალური დაჯგუფებების შექმნას, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. 1957 წლის 4 აპრილს სიერა მადრეს მაღალმთიან სოფელ ლატუნაში დაიბადა ერთი ბიჭი. ის ბავშვობიდან იყო ონავარი, ამბიციური, მიზანსწრაფული და წიგნების კითხვით იყო შეპყრობილი. მისი ოცნება ბავშვობიდან იყო ის, რომ მას სურდა გამხდარიყო ბირთვული მეცნიერი და მეცნიერების დარგში მოეპოვებინა ნობელის პრემია. წარმოიდგინეთ, 10 წლამდე სოფლის ბიბლიოთეკაში რა წიგნებიც იყო, ყველა წაიკითხა. არ თქვათ ახლა რომ დაგეჯერათ. კი, შეიძლება ნამდვილად ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს რეალობაში არა. ხუაკინი ნამდვილად დაიბადა ლატუნაში, გაჭირვებულ ოჯახში. მის სოფელში სკოლა არ იყო და წარმოიდგინეთ, დღეში 70 კილომეტრის გავლა უწევდა, რომ სკოლაში მისულიყო. ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად ხარჯავდა, მისი მოწოდება, განათლება არ იყო და სკოლას თავი დაანება. ლატუნას მსგავს დასახლებებში ბიჭებისთვის თითქმის ერთადერთი გზა, რომ დიდი ფული იშოვონ და ცხოვრება ნახონ, ნარკობიზნესში ჩართვა. ელ ჩაპო, ანუ კონდრის კაცი, ასე შეერქვა მას სიდაბლის გამო, ის სიმაღლეში 167 სანტიმეტრი არის. მის ოჯახს ჰქონდა უკვე კანაფის მეურნეობა და ხუაკინ გუსმანი ბავშვობიდან დარბოდა მინდვრებში. მან ამ დარგის შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი იცოდა. როდის უნდა მოიყვანო, როდის უნდა აიღო მოსავალი, როდის უნდა მოერწყა, როგორ აარჩიო მიწასწორად და ასე შემდეგ. თან რა არის, რომ ოჯახის წევრები მას საპასუხისმგებლო საქმეს ხშირად აძლევდნენ. მაგალითად, მუშების მოყვანა, წაყვანა, მითითებების მიცემა, გაკონტროლება, მათი დაპურება და ასე შემდეგ. თან სულ ჰქონდა სურვილი, რომ თანატოლებთან კი არა, არამედ უფროსებთან გაეტარებინა დრო. სუფრასთან რომ დაისვამენ, პატარა ბავშვთა ღრმა ფილოსოფიურ თემებზე ესაუბრებიან, ასე ყავდათ ხოლმე. საბოლოოდ მისმა ამბიციურობამ, ცივსისხლიანობამ და შრომის მოყვარეობამ ნარკოლიდერებთან გზა გაუხსნა და პირველი საპასუხისმგებლო საქმეც ჩააბარეს. რას აკეთებდა ელ ჩაპო? აგვარებდა მცირე არაკომფორტულ პრობლემებს. მაგალითად, ტვირთმა დაიგვიანა, ჩაპო მიხედავს. ვიღაც არის დასაშინებელი, ჩაპოს დაურეკოთ. ფული ვიღაცამ დროზე არ გადაიხადა, ჩაპო მივაგზავნოთ და ასე შემდეგ. ხუაკინის დაუნდობელი და უკომპრომისო მიდგომა იძლეოდა საშუალებას, რომ პრობლემა მარტივად და ეფექტიანად მოგვარებულიყო. ისე მოხდა, რომ ასეთი საჭირო კადრი დაუახლოვდა გვადალახარას კარტელის მეთაურს მიგელ ანხელ გალიარდოს. საინტერესოა რა ერქმეოდა ელ ჩაპოს პოზიციას ნარკო სტარტაპში. ალბათ რისკებისა და კრიზისების მენეჯერი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თუნდაც მოკლედ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გალიარდოზე. ეს იყო მექსიკური ნარკოსისტემის ნათლია. ასეც ერქვა, მაღალ ინტელექტუალურ კრიმინალურ საზოგადოებაში მას ელ პადრინიოს სახელით მიმართავდნენ. გალიარდომდე მექსიკაში ერთიანი მსხვილი ორგანიზაცია არ არსებობდა. ყველა თავის კავშირებით, მარშრუტებითა და პროდუქტებით ვაჭრობდა. არავითარი პოლიტიკური წონა მათ არ ჰქონდათ და სინამდვილეში ერთმანეთს უფრო უშლიდნენ ხელს, ვიდრე სარგებელს პოულობდნენ. 70-იანებში გალიარდო გახდა პირველი, ვინც ნარკოტიკის რეგიონალური მწარმოებლები გააერთიანა, დაალაგა ლოჯისტიკა, შექმნა ვერტიკალური მმართველობა და იერარქიები. დაამყარა მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირები და კოლუმბიურ კარტელებთან სტაბილური თანამშრომლობა დაიწყო. მან დაინახა ისეთი დეტალები, რასაც ვერ ამჩნევდნენ სხვები. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ დაფარული დეტალები, ოღონდ არა ნარკობიზნესში, არამედ ციფრულ სამყაროში და ამაში MSI-ის მონიტორი დაგეხმარებათ. მექსიკის დაზვერვას ასეთი მონიტორები რომ ჰქონოდა, წლების ნაცვლად რამდენიმე თვეში დაიჭერდნენ გალიარდოს მსგავს კრიმინალებს. ეთომში თქვენ არამხოლოდ მონიტორების, არამედ კომპიუტერული ტექნიკის ფართო არჩევანი გელოდებათ. ეს მონიტორი იდეალური არამხოლოდ გეიმერებისთვის, არამედ ედიტორებისთვის და იუთუბერებისთვის, რადგან რეალურ ფერთა გადაცემის საშუალებას და ჩრდილების იდეალურ გრადაციას იძლევა. საუკეთესო ვარიანტია არქიტექტორებისთვის და დიზაინერებისთვის, რადგან QD OLED აჩვენებს მიკრო ელფერებს და თხელ ტექსტურებს. 3D არტისტებისთვის კი იდეალურ შავ ფერებსა და ფართო ფერად გამას შეიცავს. ამიტომ Cinema 4D-სა და Blender-ში მუშაობა თქვენთვის მხოლოდ სიამოვნება იქნება. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანმა იცის თავის სფეროს ტექნიკური საჭიროება, იცის რა ამოცანები აქვს გადასაჭრელი, მაგრამ არ იცის კონკრეტულად რა ტექნიკა სჭირდება. ამის გამო უწევთ არამიზნობრივი ფინანსების გაღება და ბოლოს ისე აღმოჩნდება, რომ რაც იყიდეს, თურმე ისიც არ სჭირდებოდა და არ ადგებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მოღვაწეობთ. 21 საუკუნეში აბსოლუტურად ყველას გვჭირდება სწორი ტექნიკა. ეთომში თქვენ უბრალოდ ეუბნებით თქვენ საჭიროებას და ოპტიმალურ ვარიანტს ისე შეგირჩევენ, რომ ზედმეტი ფინანსების გაღება არ მოგიწევთ.
დამატებით ბენეფიტად კი მოქმედებს ყველა ნაწილზე გარანტია და ნებისმიერ პრობლემას მოკლე ვადაში ეფექტიანად მოგიგვარებენ. თემას რომ დაუბრუნდეთ, გალიარდო იყო ბოსების ბოსი და დანარჩენი ყველა მას ექვემდებარებოდა. არა მხოლოდ კარტელში, არამედ მის გარეთ. მაგალითად, წდომა ჰქონდა გუბერნატორებთან, მერებთან და ფედერალურ პოლიციასთან. შექმნა სქემა, რომლის მიხედვით ყველა საჯარო მოხელე თავის წილმოგებას იღებდა ჩუმად ყოფნისთვის და ხელის არ შეშლისთვის. სანაცვლოდ მთავრობას პირდებოდა, რომ თავის საქმეს ისე გააკეთებდა, რომ მინიმალურ ძალადობას მიმართავდა, ანუ აქეთ ავალდებულებდა მთავრობას. ეს წესით ხელისუფლებას აწყობდა, იმიტომ რომ შემცირდებოდა კრიმინალის რაოდენობა. აბსოლუტურად ყველა მომდევნო ლიდერი ელ ჩაპოს, ელ მაიოსა და ძმები ბელტრან ლეივების ჩათვლით ექვემდებარებოდნენ გალიარდოს. თუმცა 1985 წელს კარტელმა გაიტაცა DEA-ის აგენტი ენრიკე კამარენა, აწამეს და მოკლეს. ამის შემდეგ დაიწყო ამერიკის არნახული წნეხი მექსიკაზე და როგორც მოსალოდნელი იყო გალიარდოც დააკავეს. გვადალახარას კარტელი დაიშალა და ბიზნესი გადანაწილდა სამ კარტელს შორის. სინალოა, სადაც იყო ელ ჩაპო, ტიხუანა, რომელიც ერგო არელიანო ფელიქსის ოჯახს და ხუარესი, ამადო კარილიო ფუენტეს. სინამდვილეში ხოაკინ გუსმანის მთავარი ტალანტი არც მის სისასტიკეში და არც მის მენეჯერულ თვისებებში აღმოჩნდა, არამედ ლოჯისტიკური ქსელების შექმნა უზრუნველყოფაში. სისასტიკე ვახსენე და ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. იყო პერიოდი, როდესაც ელ ჩაპოს კარტელი დაპირისპირებული იყო ლოს ზეტას კარტელთან. და ასეთი ამბავი მოხდა, რომ ჩაპოს კაცმა მოიპარა კარტელის ფული და გაიქცა ზეტას კარტელთან მოსალაპარაკებლად. რა თქმა უნდა, გეგმამ ვაიდა გაამართლოს, არ გაამართლა და ღალატის გამო ამ კაცს პასუხი მოეთხოვა. ჩაპოს დაცვა მოიტაცა ამ ტიპის ოჯახის წევრები, ცოლი, შვილი და ძმა. ისინი წაიყვანეს ჩაპოს რანჩოზე. სამზარეულოში იყო დიდი ინდუსტრიული ღუმელი, ანუ ეს მსხვილი რკინებით რომ არის დამზადებული. რა გააკეთა ჩაპომ? ოჯახის წევრები ცოცხლად დაუწვა. შემდეგ დაუძახა ამ კაცს და აჩვენა ის, რაც დარჩა მისი ოჯახისგან, ფერფლი. ხო, აი ეს არის ჩაპოს და ზოგადად ნარკობიზნესის რეალური სახე Netflix-ის ელემენტების გარეშე. როგორც გითხარით, სისასტიკესთან ერთად ნიჭიერი აღმოჩნდა ლოჯისტიკაში და დისტრიბუციაში. ჩაპო ამბობდა, რომ ის იყო მიწისქვეშეთის მეფე და ფაქტობრივად ასეც იყო. ჯერ კიდევ ელ პადრინიოს პერიოდში კარტელებმა დაიწყეს გვირაბების გათხრა და მექსიკა-ამერიკის საზღვრის ასე გადაკვეთა. თუმცა ჩაპომ ეს გვირაბები სხვა დონეზე აიყვანა. ჯერ ერთი გვირაბების სიგრძე გაზარდა მოკრძალებული 30-35 მეტრიდან რამდენიმე ასეულ მეტრამდე. ყველა ასეთი გვირაბი აღჭურვილი იყო ვენტილაციით, განათებით და ლიანდაგებით. ასეთი ნაგებობებისთვის ის იყენებდა მაღაროელებს, გეოდეზებს და ინჟინრებს. ამერიკის სპეცსამსახურებმა 100-ზე მეტი მსგავსი სახის გვირაბი აღმოაჩინეს. თავარი უპირატესობა რა იყო? მაღალი გამტარუნარიანობა, შეუმჩნევლობა და დაბალი რისკები. ერთი ასეთი გვირაბის აშენება დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი ჯდებოდა, რაც ნარკობიზნესისთვის ხურდებია. ჩაპოს პერიოდში მინიმუმ 10-15 აქტიური გვირაბი იყო. წელიწადში ერთი გვირაბიდან მინიმუმ 30 ტონა გადიოდა და ეს ხდებოდა 10-12 წლის მანძილზე. ყველაზე მინიმალური რაოდენობა რომ დავთვალოთ, ანუ ერთ გვირაბზე 30 ტონა და მინიმუმ 10 გვირაბი ვთქვათ. გამოდის, რომ მთლიანობაში სულ მცირე 3000 ტონა ნარკოტიკი გახქონდათ ამ 10 წლის განმავლობაში. ეს მონაცემებიც რა თქმა უნდა არაზუსტია, იმიტომ რომ კარტელი ბუღალტერიას Excel-ში არ აწარმოებს და სწრაფად ანადგურებს ყველა კვალს. ძირითადად მონაცემები ეყრდნობა ინფორმაციის გადაჭერას, დაზვერვას, მოწმეების ჩვენებას და ასე შემდეგ. ელ ჩაპო კარგ ხანს ახერხებდა ჭრდილში ყოფნას და ყველასთვის შეუმჩნეველი იყო. მაგრამ 1993 წლის მაისში ასეთი ამბავი მოხდა. ჩაპო და მისი თანხმლები პირები აპირებდნენ გვადალახარას აეროპორტიდან პუერტო ვარტაზე გაფრენას და დასვენებას. იმ პერიოდში ჩაპოს კარტელი, ანუ სინალოა დაპირისპირებული იყო ტიხუანას კარტელთან. ტიხუანას კარტელის წევრები აეროპორტის ავტოსადგომზე ელოდებოდნენ, როგორც კი დაინახეს ჩაპოს მანქანა, გადმოვიდნენ და გაუხსნეს ცეცხლი. ხოაკინმა და მისმა თანხმლებმა პირებმა ბრძოლით დატოვეს ადგილი და გადავიდნენ უსაფრთხო ტერიტორიაზე. მაგრამ ამ ამბავს მოყვა მსხვერპლი. მოკლეს კარდინალი ხუან ხესუს პასადასი, რომელიც ვატიკანის ელჩს ელოდებოდა. კარდინალის სხეულიდან 14 ტყვია ამოიღეს. ხუან ხესუს პასადასი ცნობილი და პოპულარული პიროვნება იყო, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ნარკომოვაჭრეებს და მკაცრად გმობდა ამ საქმიანობას. სიკარიოებს კი მანქანები აერიათ და მიჯრით ესროდნენ სასულიერო პირის ტრანსპორტს. დღემდე ეს ამბავი სავსეა ჩახლართული სამხილებით. მეტიც,
არის ვერსია, რომ სპეციალურად მოკლეს კარდინალი და ამაში მთავრობაც იყო გარეული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩაპომ გადაკვეთა წითელი ხაზი, რის შემდეგაც სახელმწიფო თუნდაც მოჩვენებითად, მაგრამ ვალდებულია მის წინააღმდეგ სამართალდევნა დაიწყოს. მეგობრებო, აქ უნდა გვესმოდეს, რომ მექსიკა ძალიან რელიგიური ქვეყანაა. შეიძლება ითქვას ფანატიკურადაც კი. თითქმის მთელი მოსახლეობა ქრისტიანია. ამიტომ ასეთ სახელმწიფოში უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობა უპატიებელია. როგორი კორუმპირებული და მოსყიდულიც არ უნდა იყოს მთავრობა, ისევ თავის ამომრჩეველში კარგავს რეპუტაციას თუ არ იმოქმედებს. ამიტომ გვატემალაში გაქცეული ჩაპო იქაურმა პოლიციამ დაიჭირა და მექსიკას გადასცა. მაშინ ხოაკინი ისეთი გიგანტი ვერ იყო. კარდინალის მკვლელობიდან 2 კვირაში ჩაპო დაჭერილი იყო და რაც მთავარია, ის დაიჭირეს არა მკვლელობის ბრალდებით, არამედ მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობის. თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა. ახლა რა ხდება? ჩაპო კი ციხეშია, მაგრამ კარტელი ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას. შედიან მასთან ადვოკატები, ხოაკინი ადვოკატებს აძლევს მითითებებს, ეს ადვოკატები მერე უკვე ქვეშევრდომებს ელაპარაკებიან და ასე იმართება კარტელიც. 2000-იანების დასაწყისში მექსიკის მთავრობამ დაიწყო მუშაობა გამარტივებულ ექსტრადირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი დამნაშავეები, რომელიც თან ამერიკასთან ფიგურირებდნენ საქმეში, გადაეცემოდნენ ამერიკას და იქ მოიხდიდნენ სასჯელს. 2001 წელს ციხის შემოვლისას ბადრაგმა აღმოაჩინა, რომ ჩაპო საკანში არ არის. სანამ ატყდა განგაში და მოკითხვები, გაირკვა, რომ ნარკომოვაჭრე ციხიდან უკვე ძალიან შორს იმყოფებოდა. როგორ მოახერხა მან ასეთი გაქცევა, ხო? არის 2 ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, მან მოისყიდა დამლაგებელი შემოვლის დროს დადიოდა ეტლით, შეძვრა ამ ეტლში, მერე დამლაგებელმა ის გაიტანა ციხიდან და ეტლიდან გადაძვრა დამლაგებლის მანქანაში და ასე დატოვა ციხე. მაგრამ ამ ვერსიას მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალური ვერსია, არ ეთანხმებიან გამომძიებელი ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2001 წელს ციხის გასასვლელთან არსებობდა გადაადგილების სენსორები, რომლებიც აუცილებლად შენიშნავდნენ მანქანაში საეჭვო ობიექტს, თუ ეს დაცვაც არ იყო მოსყიდული. გამომძიებლები ამბობენ, რომ ჩაპო სინამდვილეში მთელი ციხე ყავდა მოსყიდული, მან სხვა დაცვის წევრებთან ერთად გადაიცვა ასეთივე დაცვის ფორმა და ყველა შემოწმების პუნქტი ისე გაიარა, რომ არავის არ გასჩენია ეჭვი. იმიტომ რომ ყველა მოსყიდული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვეღარ დავადგენთ, რომელი ვერსია არის სწორი, ფაქტი არის ის, რომ ჩაპო მოახერხა გაქცევა. ამ გაქცევის შემდეგ ელ ჩაპო იწყებს საკუთარ ბრძოლას და პირდაპირ გაგებით მექსიკის ნარკომეფე ხდება. ერთმანეთს მიეწყო საინტერესო გარემოებები. ჯერ ერთი, გაქცევიდან 1 წლის შემდეგ ტიხუანას კარტელის ბოსი პოლიციასთან სროლაში კვდება. ეს ერთ-ერთი იყო, ვინც აეროპორტთან ჩაპოს ესროდა. შემდეგ, 2003 წელს, ყურის კარტელის ლიდერი დააკავა პოლიციამ. ულიდეროდ დარჩენილ კარტელებს გუსმანმა ბრძოლა გამოუცხადა. ოღონდ ეს ბრძოლა არ გეგონოთ წვრილი ხულიგნური დაპირისპირება. არა, ეს იყო ჩვეულებრივი ომი, კარტელს ყავდა თავის სამხედროები, რომლებიც შეიარაღებით არაფრით ჩამოუვარდება სამხედრო ძალებს. მათ აქვს თავიანთი ფორმები, წოდებები, მოქმედების ტაქტიკები და ასე შემდეგ. ასეთი კერძო ჯარის დახმარებით ჩაპო მექსიკის ორივე უკიდურეს ტიხუანას და ყურის მხარეს დაიწყო მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები. როგორ ჟღერს არა, თითქოს ვსაუბრობ უცხო ქვეყნის შემოჭრაზე და ომზე, მაგრამ არა. ეს არის რეალურად მექსიკის ნარკობიზნესის ძალა. 2006 წელს მექსიკის პრეზიდენტი გახდა ფილიპე კალდერონი, რომელმაც მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ნარკოპარპარშს ბოლოს მოუღებდა და ქვეყანაში კანონის ძალას დააბრუნებდა. მაგრამ როცა კანონმა შეხედა სიტუაციას, თვითონ თქვა, რომ აქ მე არაფერი არ მესაქმება, აბა კარგად იყავითო. პოლიცია ამ ამოცანას ვერ შეასრულებდა, რადგან ვერავის ვერ ენდობოდი. ყოველ ჯერზე, როცა ოპერაცია იგეგმებოდა, ელ ჩაპოს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. კალდერონს მოუწია ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სტრუქტურის ეროვნული არმიის ჩართვა. მექსიკაში დაიწყო კარტელებისა და სამხედროების ომი და მხოლოდ 2007 წლიდან 2014 წლამდე 160,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ამ პერიოდში ჩაპო კი არ შესუსტდა, არამედ უფრო გაძლიერდა და მექსიკის უგრგვინო მეფე იყო. ფაქტობრივად, ამერიკაში შესული ნარკოტიკების 80%-ის უკან ხოაკინ გუზმანი იყო. მისი კარტელი კი იმდენად გაფართოვდა, რომ მთელ მსოფლიოში საკუთარი ფილიალები ჰქონდა. ყველა კონტინენტზე მას ჰქონდა საკუთარი ფილიალები. ბუნებრივია, ასეთი მოგებიდან მიღებულ სიმდიდრეს უკვე ფიზიკურად ვეღარ დამალავდა. ამიტომ ის მოხვდა Forbes-ის სიაშიც. იწყება ელ ჩაპოს დაკავების ახალი ოპერაცია ამერიკელ სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამერიკელებთან იმიტომ, რომ ჯერ ერთი ყველაზე დიდ პრობლემას ამერიკას უქმნიდა, ხოლო მეორე
ტექნოლოგიურად გუზმანი ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იყო. მას საუკეთესო სპეციალისტები და კონსულტანტები ყავდა აყვანილი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მუდმივ შეფარვაში ეხმარებოდნენ. 2011 წელს ყველაზე ძლიერი ნარკომოვაჭრის დაკავების მთავარი კონსულტანტი გახდა DEA-ის აგენტი ენდრიუ ჰოგანი. ჰოგანი სერიოზულად უყურებდა ამ გამოწვევას, ჯერ კიდევ სანამ შტატებში იმყოფებოდა ჩაეწერა ესპანურის კურსებზე და ხანგრძლივი მივლინებისთვის დაიწყო მზადება. მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოიპოვა ჩაპოს BlackBerry-ის პინ-კოდი და მათ ჰქონდათ დაახლოებითი წარმოდგენა, სად იმყოფებოდა კონკრეტულ მომენტში ელ ჩაპო. სასწრაფოდ ეს მონაცემები გაუზიარეს მექსიკელ სპეცსამსახურებს და დაიწყო ოპერაცია. BlackBerry-ის სიგნალი მოდიოდა საკურორტო ქალაქ კაბო-სან-ლუკასიდან. მექსიკელი სპეცსამსახურები სასწრაფოდ გამოცხადდნენ ადგილზე და პირველი მისამართი მცდარი აღმოჩნდა. სამაგიეროდ მეორე მისამართზე ბუმ გაუმართლად, მაგრამ ჩაპო გაექცათ. ანუ ტიპს ყოველთვის ჰქონდა სათადარიგო გეგმა გამზადებული, რა უნდა გაეკეთებინა თუ დასჭირდებოდა გაქცევა. და როგორ გაიქცა? ჯერ გაიპარა სახლიდან, შემდეგ გამოიცვალა სწრაფად რამდენიმე ტრანსპორტი და წინასწარ გამზადებულ ასაფრენ ბილიკზე, სადაც თვითმფრინავი ელოდებოდა, მივიდა და საერთოდ სხვა მიმართულებით გაფრინდა. გამწარებულმა DEA-ის აგენტებმა განაცხადეს, რომ მექსიკის სპეცსამსახურები იმდენად სუსტები არიან, რომ მათ ქუჩაში Starbucks-თან რომ დაინახონ ჩაპო, მაინც ვერ დაიჭერდნენ. და კი, ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი იყო. 2012 წელს ენდრიუ ჰოგანი თავის ოჯახთან ერთად მექსიკაში გადავიდა და მთელი გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. მიზანი იყო შემდეგი, რომ დაეწყოთ ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ პატარა ნაბიჯები ჩაპოს კარტელის წევრების დაკავება, რომ გასულიყვნენ ჩაპოზე. თუმცა ეს უნდა გაეკეთებინათ მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში, რადგან არასდროს იცოდი, ვინ იყო მოსყიდული. ჯერ წვრილი ხულიგნები დააკავეს, შემდეგ ლოკალურ რეალიზატორებზე გავიდნენ, მერე შედარებით უფრო მსხვილ მოთამაშეებზე და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ჩაპოს კვალს. იმავე წელს ჰოგანმა მიიღო ინფორმაცია, რომ ჩაპო პირადად აპირებდა თავის ერთ-ერთ ქვეშევრდომთან შეხვედრას. ისინი აკონტროლებდნენ მის გადაადგილებას და ზუსტად იცოდნენ, რომელ სახლში გაიმართებოდა შეხვედრა. როგორც კი ელ ჩაპო შევიდა საცხოვრებელში, რამდენიმე წუთში იქ აღმოჩნდა სამხედრო სპეცრაზმი, ვერტფრენები, ჯავშან ტექნიკა და ასე შემდეგ. შევარდა ახლა პოლიცია ამ სახლში და ჩაპოს ვერ პოულობენ. თვითონაც გაგიჟებას არიან, ზუსტად 100%-ით მოხდა მისი იდენტიფიცირება, რომ კი ნამდვილად ჩაპო შევიდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არსად არ აჩანს. მხოლოდ რაღაც პერიოდის მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ აბაზანა საეჭვოდ დგას. და აღმოჩნდა, რომ თუნმე მის ქვეშ გადის გვირავი. ჩაპო კიდევ ერთხელ გაექცათ. ზუსტად 3 დღეში უკვე მექსიკის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ გუსმანი საზღვაო ქალაქ მაზატლანის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. საზღვაო ქვეითებმა უმაღლეს დონეზე ოპერატიულად ჩაატარეს სამძებრო სამუშაოები და 401 ნომერში შევარდნენ, სადაც ჩაპო და მისი ოჯახი დახვდათ. ნარკომოვაჭრი აბაზანაში შეიკეტა, თუმცა მალევე დანებდა და ჩაბარდა. ეს იყო უზარმაზარი გამარჯვება. ყველაზე მსხვილი კრიმინალი, რომლის დაკავება წარმოუდგენელი იყო, საბოლოოდ დააკავეს. ჰოგანმა მექსიკა სასწრაფოდ დატოვა, იმიტომ რომ არსებობდა ჩაპოს ხალხის მხრიდან არსებობდა რევანშიზმის სერიოზული საფრთხე, ხოლო თვითონ ჩაპო გადაიყვანეს მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხეში ალტიპლანოში. ალტიპლანო კარგად დაცული ციხეა, მსხვილი კედლებით, თანამედროვე დაცვის სისტემებით და მით უმეტეს 2015 წლისთვის უსაფრთხოების უამრავი მექანიზმი არსებობდა. მთავრობამ კი სასწრაფოდ დაიწყო ამერიკისთვის გადასაცემად შესაბამისი პროცედურები. ამასობაში ჩაპოს ცოლი, ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლო კოლეგა შეიკრიბნენ ხუაკინის გაქცევის გეგმის შესადგენად. პირველ რიგში მათ შეხედეს ციხის განლაგებას და დაიწყეს უზრავი ქონების შეძენა. პირველი რაც იყიდეს, იყო ძველი ნაგებობა, რომელიც მდებარეობდა ციხიდან 1 კილომეტრში. შემდეგ იყო ძველი საწყობი, სადაც შეინახეს იარაღი და სხვადასხვა სამშენებლო მასალები და ასევე ტრანსპორტი. დაიწყეს მუშების ძებნა. რაში სჭირდებოდათ მუშები, ხო? ჩაპოსთვის დამახასიათებელი კლასიკისთვის. ის პირველი უძრავი ქონება რაც შეიძინეს, ანუ ციხესთან დაახლოებით 1 კილომეტრში რაც იმყოფებოდა, იმის ქვეშ დაიწყეს გვირაბის გათხრა. მაგრამ ასეც რომ იყოს, არის ერთი პრობლემა. ალტიპლანოს ციხე არის უზარმაზარი. შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრო, სად იმყოფება ჩაპო, ანუ რა მიმართულებით უნდა აწარმოონ გათხრები. მაგრამ ოჯახმა ამის მოგვარებად შეძლო. მათ მოისყიდეს ერთ-ერთი დაცვის წევრი, რომელმაც საჭმელი შეუტანა
ჩაპოს და ამ საჭმელში ჩამალული იყო პატარა GPS მოწყობილობა. ახლა უკვე მუშებმა ზუსტად იცოდნენ, რა მიმართულებით უნდა ემუშავათ. დაიწყეს ურთულესი გვირაბის გათხრა, თავის გაგრილებით, განათებით, ინფრასტრუქტურით, რომელიც დაჭდა 5 მილიონი დოლარი. სხვადასხვა განსაკუთრებით ბოლო დღეებში რამდენიმე საჩივარი შევიდა პატიმრების მხრიდან, რომ რაღაც ხმაური იყო და დაძინებაში ან დასვენებაში ხელი ეშლებოდათ. ციხის ადმინისტრაციამ ეს საჩივრები უგულებელყო. 2015 წლის 11 ივლისისთვის ყველაფერი მზად იყო. ერთადერთი რჩებოდა ჩაპოს საკნის სველი წერტილის ჩახსნა და ამით ყველაფერი სრულდებოდა. დანარჩენი კადრები უკვე შეგვიძლია კამერების ჩანაწერებიდან დავინახოთ. ნახეთ, ის ჯერ დაძაბული დადის აქეთ-იქით, აწეული აქვს ტელევიზორის ხმა, შემდეგ ჯდება საწოლზე, მერე დგება, მიდის კუთხეში და უბრალოდ ქრება. თან ამ ყველაფერს უყურებს დაცვა, რომელიც ხედავს, რომ ჩაპო გაქრა. თან საინტერესო ის არის, რომ კამერა ხმებსაც იწერდა და ისმოდა ნგრევის ხმები. კადრებში ჩანს, რომ ჩაპო აშკარად აღარ არის საკანში, თუმცა დაცვა არ ჩქარობდა მისვლას. 20 წუთის შემდეგ, როცა ატყდა განგაში არიქა ჩაპო გაქრაო, დაცვამ ისეთი რამ აღმოაჩინა, რომ ყველა გაოგნებული დარჩა. გუზმანის საკნის ქვეშ 1 მეტრო არსებობდა. ჯერ ვიწრო ჩასასვლელით ჩადიოდით ქვემოთ, სადაც იყო ლიანდაგები და ამ ლიანდაგებზე ხელნაკეთი მოტოციკლი. გვირაბის სიგრძე თითქმის კილომეტრ ნახევარი იყო. განათება, გაგრილება, ჰაერის ცირკულაცია, ყველაფერი მოწესრიგებული და მაღალ დონეზე იყო. სანამ დაცვა არ ყვევდა ვისი ბრალი იყო, ჩაპო გაიქცა. გამოიცვალა ტანსაცმელი, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე 4 მანქანა შეიცვალა და უსაფრთხოდ მიიმალა. ციხე კი არა, ეს იყო მიწისქვეშა Airbnb კრიმინალის გაქცევის სერვისით. ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიმინალი გაიქცა კარგად მოწესრიგებული გვირაბით. ერთ თვეში კი ალფრედო გუზმანმა, ანუ ხოაკინის შვილმა Twitter-ზე დადო პოსტი, სადაც წერდა, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს და თან დაურთო ფოტო, საიდანაც ყველა ხვდებოდა, რომ იმ სურათზე ჩაპოც იმყოფებოდა. პოსტის ლოკაციაში კოსტა-რიკა იყო მონიშნული. მექსიკის მთავრობა იყო საქვეყნოდ შერწყმული. ყველაზე დაცული ციხიდან ქვეყნის ნომერ პირველი კრიმინალი გაექცა. ეს არა მხოლოდ ჩაპოს სიძლიერეს, არამედ მექსიკის მთავრობის კორუმპირებულობას, სისუსტეს და მოჩვარულ სახეს უსვამდა ხაზს. ამერიკელების მიერ ჩადებული მილიონობით დოლარი ამ ყველა სამძებრო ოპერაციებში უბრალოდ ჰაერზე გადაყრელი აღმოჩნდა. ეს იყო ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა საერთაშორისო დონეზე. ამ პროცესისგან და დაუჯელობის განცდისგან სიამოვნებას იღებდა ხოაკინ გუზმანი, რომელმაც ისეთი რაღაც მოიფიქრა, რომ ვერ დაიჯერებთ. ანუ მართლა ვერ დაიჯერებთ. მოუნდა, რომ მასზე ფილმი გადაეღოთ. კი, სწორად გაიგეთ, ანუ ტიპი, რომელიც გაიქცა ციხიდან, რომელმაც გადაიმტერა სახელმწიფო, რომელმაც გადაიმტერა ამერიკა, რომელზეც გამოცხადებული არის ძებნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ, ამბობს, რომ მე ხომ ასეთი დიდებული ვარ. მე ხომ ნახევრად ღმერთი ვარ, მე ხომ სახელმწიფოც კი ვერაფერს მიპირისპირებს და რატომაც არა. მოდი ჩემზე ფილმი გადაიღეთ. ნაცნობობის მეშვეობით ის დაუკავშირდა ცნობილ მსახიობს და პროდიუსერს შონ პენს და ეს იდეა გაუზიარა. ფილმის მთავარი იდეა უნდა ყოფილიყო, რომ ჩაპო აღექვათ როგორც სინალოელი რობინ ჰუდი, ბიზნესმენი, გაჭირვების წინააღმდეგ მებრძოლი და კაცი, რომელიც ეხმარება ხალხს. იყო თუ არა ეს სისულელე? კი, 100%-ით, მაგრამ მას უბრალოდ უნდოდა რომ ასე ყოფილიყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩაპოს თვითგადარჩენის ინსტინქტს და ფანატიკურ სიფრთხილეს სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებდა. მაგრამ ერთადერთი, ვინც ეს ორივე მარტივად დაამარცხა, იყო ჩაპოს ეგო. შონ პენისა და კეით დელ კასტილიოს ტელეფონები აღრიცხვაზე იყო და მათ სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. ორივე მათგანს ჩაპოს ძმა დახვდა, რომელმაც 7 საათიანი გზა გაატარა ჯუნგლებში. პენი იხსენებდა, რომ გუზმანი ძალიან გახსნილი, ქარიზმატული და ზრდილობიანი იყო, თუმცა უფლება არ მისცა, რომ ინტერვიუ თუნდაც თავისი კალმით ფურცლებზე ჩაეწერა. მათ დაახლოებით 7 საათი ისაუბრეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დაიშალნენ. გავიდა რამდენიმე დღე და გუზმანმა საერთოდ სხვა ლოკაციიდან გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც შონ პენის შეკითხვებს პასუხობდა. პენის შეკითხვებს მისი ძმა უსვამდა. სხვათა შორის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ის მუშები, ვინც ალტიპლანოს ციხეში გვირაბს თხრიდნენ, ჯერ გერმანიაში გაუშვეს გადასამზადებლად და შემდეგ დააბრუნეს მექსიკაში. ეს ვიდეო კი სპეცსამსახურებმა უმაღლეს დონეზე გაარჩიეს. სად არის ჩაწერილი, რა ხმები ისმის ფონზე, როგორი განათება, დღის რომელ ნახევარშია გადაღებული, კავშირის ხარისხი. ფაქტობრივად, მთელი თავისი გეოგრაფია გაუზიარა პოლიციას. საბოლოოდ მათ შეძლეს მიახლოებითი არეალის დადგენა და სამძებრო სამუშაოს რადიუსის მინიმუმამდე შემცირება. თან პარალელურად წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი როგორ ამძირებს მექსიკის მთავრობას. ჯერ რომ მთელი მსოფლიო აკვირდება, აბა როდის დაიჭერენ ამას. და მერე ჰოლივუდიდან მოყავს მსახიობები და ასე ინტერვიუებს არ იგებს. და მაინც ვერ იჭერენ.
შონ პენისა და ჩაპოს შეხვედრა შედგა 2015 წლის 2 ოქტომბერს. 9 ოქტომბერს სპეცრაზმა სინალოას მთებში შენიშნა ორი კაცის გადაადგილება. ერთი იყო ჩაპო და მეორე მისი დაცვა. სასწრაფოდ დაიწყეს ოპერაციის ჩატარება და მოხდა ისე, რომ ჩაპო ერთ-ერთი გორიდან დაგორდა და პირველმა მისმა დაცვამ იპოვა, ანუ სპეცრაზმს დაასრო. მათ ისევ შეძლეს ტყეში მიმალვა. ისევ კატასტროფული ოპერაცია. 2016 წლის იანვარში საზღვაო ქვეითების დაზვერვას მიუვიდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლოს-მოჩისში ხუაკინ გუზმანის ერთ-ერთი ახლო პირი დაინახეს. ის თეთრი მანქანით იყო მისული კაფეში და ტაკოების პორცია წაიღო. სასწრაფოდ განახლდა სამძებრო სამუშაოები და თვალთვალის შედეგად ქალაქ გარეთ არსებულ სახლამდე მივიდნენ. რამდენიმე საათში სახლი შტურმით აიღეს. მაგრამ აბა გამოიცანით, ვინ გაექცა სპეცრაზმს. კი, ჩაპო და მისი დაცვის ერთი წევრი. კლასიკა. სახლში არსებობდა საიდუმლო გვირავი, რომელიც გადიოდა ქალაქში და Walmart-ის ერთ-ერთ მაღაზიასთან კანალიზაციის მილიდან ამოდიოდა. ჩაპო და მისი დაცვა ამოვიდნენ, გააჩერეს პირველივე შემხოდრი მანქანა, გადმოაგდეს მძღოლი, ჩასხდნენ და გაიქცნენ, მაგრამ მანქანა გაფუჭდა. სანამ ამათმა ახალი მანქანა იპოვეს, მძღოლი გადმოიყვანეს და გაიქცნენ, უზარმაზარი, უძვირფასესი დრო დაკარგეს. შესაბამისად, პოლიცია უკვე მზად იყო და ალყაში აღმოჩნდნენ, ამიტომ დანებდნენ. არსებობდა ინფორმაცია, რომ 40-მდე სიკარიო მიემართებოდა, რომ ბრძოლით გამოეხსნა ჩაპო, მაგრამ პოლიციამ ის სასწრაფოდ გადასცა საზღვაო ქვეითებს და სიკარიოებმაც რაღაც ბრძოლა გადაიფიქრეს. ელ ჩაპო დაიჭირეს. საღამოს ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ დაწერა, რომ მისია შესრულებულია და ჩაპო დაკავებულია. თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლო გაიმართა, გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ნიეტო ჩაპოს $250 მილიონ მოსყიდული ხავდა. რამდენად სიმართლეა, ამას უკვე აღარავინ არ გვევს. დაკავებიდან დაახლოებით 1 წელიწადში მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ჩაპოს. ამერიკაში ექსტრადიცია. ის დღემდე კოლორადოს ციხეში იმყოფება და გაქცევის არანაირი შანსი აღარ აქვს. თავისუფლების აღკვეთა სამუდამოდ და კიდევ 30 წლით აქვს შეფარდებული. ყველაზე ძლიერი კრიმინალი დაღუპა ეგო. სხვა ვერაფერმა. შესუსტდა თუ არა ჩაპოს დაჭერით კარტელი ან ზოგადად ნარკობიზნესი. არა, რა თქმა უნდა. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს კარტელები არის დეცენტრალიზებული, კორპორაციული სისტემა, რომელიც უკვე ავტომატიზირებულია. ყველაფერი დალაგებულია: ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, არხები, კავშირები, მოსყიდული არიან ვინც საჭიროა და ასე შემდეგ. ეს არის გამართული რელსებზე შეყენებული კრიმინალური ბიზნესი, რომელიც სულ იქნება. ვერც ტრამპი და ვერც მექსიკა მას სრულად ვერ ამოძირკვავს. კი, შეიძლება აღარასდროს დაიბადონ ესკობარები და ელ ჩაპოები, თუმცა ყოველთვის იქნებიან საკმარისი დონის ლიდერები, ვინც ამ სფეროს წინ და წინ წაწევენ. ელ პადრინიოსი რა გითხრათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ელ პატრეონები. თუ მოგწონთ არხი, შეგიძლიათ გახდეთ მისი ფასიანი გამომწერი და ამით პროექტს მნიშვნელოვნად დაეხმარებით. დროებით.